ვფიქრობ, რომ საკმაოდ ეფექტურად მუშაობს ყოველ შემთხვევაში ბიზნესის მხრიდან ჩვენ ვხედავთ, რომ რაიმე პრობლემური აქვს დავების განხილვის საბჭოსთან. ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საგადასახადო დავების განხილვის საბჭოს ეფექტიანობა გაზრდილია და ბიზნესისთვის პრობლემური ძირითადი საკითხები მოგვარებული. გიორგი კაკაურიძე ირწმუნება, რომ დავების განხილვის ვადები შემცირდა, ხოლო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხი გაუმჯობესდა. რაც შეეხება დავების განხილვის საბჭოს დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბების და ფინანსთა სამინისტროს გარეთ გამოტანის საკითხს. მისი თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2020 წელს დაწყებული რეფორმის ფარგლებში. ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ საგადასახადო დავების განხილვის საბჭოს დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბება განიხილებოდა. ანალიზი გვაჩვენებს, რომ არაეფექტური იქნება დავების საბჭოს ფინანსთა სამინისტროს გარეთ გამოყვანა, ვინაიდან ძალიან დიდი კომპეტენცია, ძალიან დიდი ინფორმაციის მიმოწვრა ხდება დავაზე გავა საკითხი, ამიტომ მისი გარეთ გამოტანა და ცალკე სასამართლო სტრუქტურის შექმნა არ იქნება ნამდვილად ეფექტური. ცალკე არის სასამართლო, რომელიც დავების გადაწყვეტილების მიუხედავად თვითონ შეუძლია განიხილოს ნებისმიერი დავა. რაც იყო ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დავების საბჭოში, დროის ნაწილი, ეს თითქმის ამოწურულია ეს პრობლემა, იმიტომ რომ სისტემატურად ხდება საბჭოს განხილვები და თვითონ გადაწყვეტილების დასაბუთებულის ხარისხიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ არსებული სტრუქტურა უნდა გაძლიერდეს კიდევ თუ ეს ადამიანური რესურსით იქნება თუ სხვა მიმართულებებით და მისი ცალკე გამოყვანა არ იქნება ეფექტური ამიტომ. ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს კომპანიები იმ შემთხვევაში მიმართავენ, თუ კი შემოსავლების სამსახურში არსებულმა დავების განხილველმა სამსახურმა დაკისრებულ ჯარიმასთან დაკავშირებით ბიზნესის საჩივარი არ დააკმაყოფილა. სპეციალისტების ნაწილი ადასტურებს, რომ დავების საბჭოში ბიზნესის მიერ შეტანილი საჩივრების განხილვის ვადები დაჩქარდა. თუმცა, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ახლა საბჭოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების გაჭიანურებული ვადებია. იურიდიული კომპანია Tax and Legal Solutions-ის მმართველი პარტნიორი და ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი ამბობს, რომ ხშირად შესაბამისი გადაწყვეტილებების აღსრულების ვადები 1 წელიც იწელება. აღსრულება ჭიანურდება. აი შეიძლება მაგალითად აუდიტორს არ ეცალოს უბრალოდ ანუ შეიცვალოს აუდიტორი და ყოფილა შემთხვევა, რომ 1 წლამდე გაგრძელებულა დავის განხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადა აუდიტის დეპარტამენტში და მე ვფიქრობ, რომ აი ეს არის მნიშვნელოვანი ხომ, ხოლო საჩივრის განხილვის ვადის შემცირება ეს ძალიან კარგია, მაგრამ არ არის საკმარისი. აღსრულებაც უნდა მოხდეს. თუ აღსრულება არ მოხდა, რა აზრით საჩივრის მალე განხილავს, თუ 1 წელში უნდა აღასრულოს ვინმე ეს გადაწყვეტილება. ეს მე ვისურვებდი, რომ მაგალითად კანონში პირდაპირ ჩაიწეროს დავის განხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადა იმ შემთხვევისთვის, თუ საჩივარი სრულად ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აი მაგალითად ჩაიწეროს, რომ გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს 1 თვის ვადაში. დაწესდეს მკაცრი მონიტორინგი. გადამხდეს არ უნდა უწევდეს მერე დევნა აუდიტორზე, რომ მისი დარიცხვა გადაიანგარიშოს. დავების საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულების გაჭიანურება განსაკუთრებით პრობლემურია მაშინ, როდესაც ბიზნესის საჩივარი ნაწილობრივ კმაყოფილდება და საქმე განსახილველად ისევ შემოსავლების სამსახურში ბრუნდება. ამის შესახებ აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ში აცხადებენ. მეორე პრობლემაა, რომ თქვათ, რაღაცა დავა, რომელიც ისეთი დავა, რომელზეც ცალსახა პასუხი არ გვაქვს, თქვათ და ავალებს, თქვათ, აუდიტორს, რომ მოხდეს გადასახადის გადაანგარიშება ან ხელახლა შესწავლა, აი ამ პროცესში შეიძლება უკვე შემოსავლების სამსახურმა დრო მაქსიმალურად გაწელოს და დიდი დრო გავიდეს, სანამ აუდიტორი მიუბრუნდება შენ საკითხს ხელახლა შესასწავლად და ესეც ერთ-ერთი პრობლემაა, რომ თქვათ, აუდიტორს არ აქვს დრო, ანუ განსაზღვრული დრო, როდის დაასრულოს ესა თუ ის გადაწყვეტილება, ანუ არ უთითებს პირობითად დავების საბჭო, რომ შენ 1 თვის ვადაში უნდა შეამოწმო ეს ან 6 თვის ვადაში პირობით, ანუ ვადები განსაზღვრული არ არის და აუდიტორი თავისი პირადი შეხედულების საფუძველზე მოქმედებს ამ შემთხვევაში. ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოსთან დაკავშირებით კიდევ ერთი პრობლემური საკითხი მის შემადგენლობას უკავშირდება. ამჟამად საბჭოს 10 წევრიდან დამოუკიდებელი მხოლოდ 2-ია. 8 წევრი კი თავად ფინანსთა სამინისტროს სისტემიდანაა. ბიზნესი ამბობს, რომ დამოუკიდებლობის გასაზრდელად აუცილებელია საბჭოს დაკომპლექტების წესი შეიცვალოს და მასში მეტი დამოუკიდებელი წევრი შევიდეს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საბჭოს დამოუკიდებლობის ხარისხის გასაზრდელად რადიკალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას და აუცილებელია საბჭო დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბდეს. არ არის დამოუკიდებელი ორგანო და ექვემდებარება ფინანსთა სამინისტროს. ანუ რაღაცა ესეთ უტრირებული მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ესეთი რაღაც გამოდის, რომ დედას უჩივლო, შენმა შვილმა რაღაც დამიშავა. ანუ დედა ყოველთვის მიკერძოებული იქნება თავისი შვილის მიმართ, იგივეა აქაც რა, რომ ფინანსთა სამინისტრო გაჯარიმებს და ისო ფინანსთა სამინისტროში მიდიხარ პირობითად რაღაცა საჩივრით და ანუ მაინც მიკერძოებული იქნება, იმიტომ რომ დავების საბჭოში ანუ დამოუკიდებლობის ხარისხი ვერ იქნება სათანადო, რადგან დავების საბჭოში მონაწილეობენ, ანუ გადაწყვეტილებას იღებენ ფინანსთა სამინისტროს
სამინისტროს სისტემაში მომუშავე თანამდებობის პირები, ანუ ვინც პოლიტიკას ქმნის, ხო, შეიძლება იყოს თქვათ კერძო არბიტრაჟში გადავიდეს, სადაც უფრო თქვათ სწრაფად მოხდება დავების განხილვა. შეიძლება ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდეს, რომელიც ფინანსთა სამინისტროს სისტემას არ დაექვემდებარება და თავის გადაწყვეტილებაში ზედამხედველი ვთქვათ არ ეყოლება ისევ კანონის აღმასრულებელი ორგანო. აქ არის საუბარი საბჭოს შემადგენლობის დაკომპლექტებაზე. საბჭოს წევრები არ უნდა იყვნენ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები. საბჭოს წევრები უნდა იყვნენ ნეიტრალური, მიუკერძოებული, ობიექტური სპეციალისტები და არა თანამდებობის პირები. დღეს ახლა პროფესიონალიზმის საკითხი საბჭოში არ დგას, ანუ არ არის კითხვის ნიშნის ქვეშ ეგ საკითხი, იმიტომ რომ საბჭო რეალურად ნამდვილად დაკომპლექტებული არის პროფესიონალებისგან, მაგრამ კითხვის ნიშნები არის მის მეუკერძოებულობაზე, დამოუკიდებლობაზე, ობიექტურობაზე და ამიტომ ჯობია რომ ეს კითხვის ნიშნები რომ მოიხსნას, თლიანად და გადამხდას კონდეს განცდა რომ მისი საჩივარი იქნება სამართლიანად და ობიექტურად იხილება, ჯობია რომ საბჭოს წევრების იყვნენ დაკომპლექტებული გარეშე პირებისგან, როგორც სპეციალისტებისგან. რა რაოდენობის არჩელები განიხილა დავების განხილვის საბჭომ 2024 წელს უცნობია. ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკა ჯერ არ გამოუქვეყნებია. 2023 წელს კი საბჭოში 2862 საჩივარი შევიდა. სადაო თანხა კი 1,45 მილიონი ლარი იყო. მიღებული გადაწყვეტილებებით სრულად და ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საჩივრების 28%, 60%-ს კი უარი ეთქვა.